ჩვენ სოფელში ვისაც გინდა შეხვდეთ ყველა ტირის. აქ სხვანაირად უყვართ. როგორ? განსაკუთრებულად რაღაც სხვანაირად გამოხატავენ. სიჩუმით უფრო. ბევრს ვერ არ ლაპარაკობენ უფრო სიჩუმეა და ამ სიჩუმეში უკვე ყველაფერი იგრძნობა. ჯერ არ აღარ არის. იმდენად კარგი ადამიანი იყო, კეთილი, თავდაბალი, სიკეთით სავსე. ის უნდა ყოფილიყო. სულ კი იმის სიკვდილი არ შეიძლებოდა. მაგრამ ალბათ ეგრე იყო საჭირო უფრო კარგთანა, უფალთანა. ორჯონის სკოლაში ვსწავლობდით მეც და ის მე-9 სკოლაში. იმან რომ დამთავრა მე მე-4 კლასში ვიყავ. მართლა გახსოვთ? კი, გახსოვთ, დამთავრდა სკოლა ის მახსოვს. სამღვდელოების კაცი იყო რა აქ მოსული. თვითონ უწმიდესმა მოავლინა. რაღაცა ვაწყენდება, იმ კაცზე მომწვდა მე ხმარო, ეს კაცი არ ვარგავ. ვიღაცამ ვოდა. ამას მეუთხარ რომ შენ ესეთი შეცდომები გაქვს. ეს მეთქნა გამასწორ. და შევკამათით რა. ვოდა. უწმიდეს თეთქო ესე ჩემზე რა რომ გამლანძღო. ვოდა. მივიდა ამბავი? ხო. და დამბარა უწმიდეს. მერე? თავზე ხილი დამადოდა მეგონება. ნუ ძმისულო განებე თავი განებე. მაგას თავისთავად ყოფა შენ ვერ გამასწორო მაგას ამ შემდგომში იმღდელს გამოვნებე თავი. როცა ადამიანი ახლოს არის ღმერთთან, ის ემსგავსება. და ძირითადი საერთო არის უკიდეგანო მოწყალება, ისეთი რომ ადამიანი ამ მოწყალებას ვერ წარმოიდგენს. პირველად ბავშვი ვიყავი რომ შევედი ეკლესიაში სიონში და დავინახე პატრიარქი და მივხვდი რომ ამ ადამიანს არ შეიძლება რამე ცუდი კონდეს შიგნით, მაგრამ სული იმდენად მხნე და ცოცხალი აქვს, ვერ ვიტყვი რომ ქონდა რა, იმიტომ რომ ჩემთვის ახლა უწმიდესი ისეთივე ცოცხალია და შეიძლება უფრო მეტად ვიდრე სიცოცხლეში იყო. ამ ტკივილმა ქვის გული გამილღო. უწინდესად თქვა რომ კედელში საძირეში აი ჩვენ ხوارის ხოლმე საძირეში ხურდაფულებს ვყრით. კი ბატონო. აი საძირეშიო იმან ჩაყოლა წერილიო რა და ეგ მამა. და რა იყო ამ წერილში ასამბობენ? რომ პატრიარქი უნდა გამოვიდეს რა. ყველა არ მოკუდებოდეს. Badete. ხალხი აი სული ცდილობდა ყველა რომ მისულიყო და ბედნიერი იყო თონაც ხაროთ. ყველას გულის ტკივა. დღეს ჩვენ სოფელში ვისაც გინდა შეხვდეთ ყველა ტირის. სულ უნდა იცოცხლა. სულ ცოცხალი უნდა ყოფილიყო. ძალიან გვიხაროდა ჩამოსვლა მისი. დიდი ემოციებით ხვდებოდით და ძალიან გულთბილი მიღება იქონდა. საღმოთი გამოივლიდა. ხომ არაფერი გიჭით, როგორ ახართ, მოგვიკითხავთ და გარეთ რო უციდით რომ დაგვენახა მაინც. ძალიან ციმია. რო ჩამობრძანდებოდა, ჩემ გაკეთებულ ხინკალსაც მიირთმევდა. მართლა? დიახ. მე რა რა თქვა? ავიცი ალბათ მოსწონდა. გითხრათ რა? კი, ქონდა ხოლმე შეხვედრა ძალიან თბილი. მოგვიკითხავდა, ხომ არაფერი გიჭირთ.
სადღაც მეკითხებოდნენ საიდან ხართ და პირველი სიტყვა ის იყო რომ უწმინდესი სოფლიდან ვართ. ჩვენ გვიამაყებოდა და დღესაც გვიამაყება და ალბათ ბოლომდე სულ ესე იქნება.